რაც იუწყება, არის ის, რომ რევოლუციური გვარდია ირანში თავის ცენტრალურ სარდლობას დაკარგა. მაშინ როცა რეჟიმი უარყოფს ნებისმიერ ცეცხლის შეწყვეტას და აგრძელებს კონფლიქტის გაღრმავებას. შედეგად მივიღეთ ქაოსის სცენარი, სადაც ხელმძღვანელები გაუჩინარებულნი არიან, ბრძანებები არათანმიმდევრულია და თავდასხმები გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ ხილული კოორდინაცია არ არსებობს. ზედა დონეზე, რაც მოხდა აშკარაა. თეირანში რევოლუციური გვარდიის ცენტრალური სასარდლობის სტრუქტურა დაიშალა, მას შემდეგ რაც თავდასხმების სერიამ დააზიანა ობიექტები, ბაზები და ირანის სამხედრო აპარატთან დაკავშირებული ხელმძღვანელები. ამ კრიზისის ცენტრში არიან რევოლუციური გვარდიის ხელმძღვანელები, მათი რეგიონული სარდლები, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო, დონალდ ტრამპი, მარკო რუბიო. ასევე ისრაელი, რომელიც აგრძელებს მოქმედებას შეერთებულ შტატებთან ერთად რეჟიმის სამხედრო შესაძლებლობების ჩახშობის მცდელობაში. ყველაზე მეტად ეს ირანის დედაქალაქში იგრძნობა, მაგრამ ბოლო ინფორმაციით ეფექტი უკვე ვრცელდება ირანის სხვა რეგიონებშიც და სპარსეთის ყურის ყურის სტრატეგიულ წერტილებშიც. ამ ომის გარემოში რევოლუციური გვარდიის მთავარი ლიდერები არ ჩნდებიან და არ ურთიერთობენ მკაფიოდ. და მათ ადგილობრივი და რეგიონული მეთაურები მკაფიო ხელმძღვანელობის გარეშე დატოვეს. შედეგად ადგილზე რჩება გაფანტული ჯგუფები, დანაყოფები მოქმედებენ გაფანტულად და გაშოვები გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური ლიდერობა ხილული არ არის. ეს ხელს უწყობს ახსნას, რატომ ჩანს რეჟიმი უფრო და უფრო აგრესიული და ამავე დროს უფრო დაბნეული. თეირანში გავლენა უკვე აღწერენ როგორც მძიმე. დედაქალაქის რაიონები კვლავ დაზარალდა, სტრატეგიულ უბნებში ახალი აფეთქებები მოხდა და ქალაქი კიდევ ერთხელ შიშის ატმოსფეროში აღმოჩნდა. ამავე დროს ქალაქსა და სხვა რეგიონებში განთავსებული საკონტროლო პუნქტები შეიცვალა. თავიდან ისინი სტატიკური იყო, შემდეგ კი გვირაბებში და უფრო დაცულ ადგილებში გადაიტანეს. ეხლა ისინი მოძრავები ხდებიან სასოწარკვეთილიეთილი მცდელობით, რომ შეამცირონ დანაკარგები და შეინარჩუნონ შიდა მეთვალყურეობა. ეს აჩვენებს თუ როგორ ცდილობს რეჟიმი გადარჩენას გარე ზეწოლისა და დაშლის რისკის პირობებში, შიგნიდან. კიდევ ერთი მთავარი საკითხია ცეცხლის შეწყვეტის უარყოფეთის უარყოფა. მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო აპარატის ცენტრში დასუსტების ნიშნები ჩანს. რეჟიმის ოფიციალური პოზიცია კვლავ რჩება იმაში, რომ არ მიიღოს პაუზა, არ მიიღოს ზავი და დაჟინებით მოითხოვოს ომის სრული დასრულება. თავისი სიტყვებით, ეს პასუხი ბევრს ამხელს. აჩვენებს, რომ თეირანს აშინებს სისუსტის ჩვენება სწორედ იმ დროს, როცა ხელმძღვანელობა შერყეული ჩანს. ამიტომაც რეჟიმი ამკაცრებს რიტორიკას. თუნდაც მაშინ, როცა ოპერაციული სურათი კონტროლის დაკარგვას მიანიშნებს, ეს ასუსტებს ხელმძღვანელობის უნარს და ზრდის შანსს, რომ დარჩენილი სტრუქტურა აჟინუ იმპროვიზუ. ამავე დროს ირანის თავდასხმები არ შეჩერებულა. ახალი მოქმედებები განხორციელდა სამიზნეებზე სპარსეთის ყურეში. კატარმა განაცხადა ირანიდან გაშვებული ფთოსანი რაკეტების ჩაჭრის შესახებ. მესამე რაკეტა კი მოხვდა ნავთობის ტანკერს, რომელიც კატარ ენერჯის ქირავნობის ქვეშ იყო. დაღუპულები არ ყოფილა. ასევე იყო საუბარი თავდასხმებზე, ბაჰრეინში მდებარე ბიზნეს ობიექტებზე და ერბილის რეგიონში ბრიტანულ კომპანიაზე. ეს აჩვენებს, რომ მიუხედავად შესაძლებლობებისა, რეჟიმი კვლავ ცდილობს შეინარჩუნოს მეზობელი ქვეყნების, დასავლური კომპანიებისასა და სტრატეგიული ინტერესების დაშინების უნარი ახლო აღმოსავლეთში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია ის, რომ ომი უკვე აღარ ჩანს მხოლოდ გარე ფრონტის საკითხად. მასალაში ჩანს, რომ რევოლუციური გვარდია ავრცელებს ბლოკპოსტებს, ამკაცრებს შიდა კონტროლს და ცდილობს მოსახლეობის ნებისმიერი მასშტაბური მოძრაობის აღკვეთას. ეს ხდება იმიტომ, რომ რეჟიმა იცის, როდესაც ცენტრალური სარდლობა სუსტდება, საფრთხე მხოლოდ გარე მტრისგან არ მოდის. ის მოდის ასევე დაუმორჩილებლობის შიშიდან, შიდა განხეთქილებისგან და საბოლოოდ ავტორიტეტის დაკარგვისგან. ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც რიტორიკა გამკაცრდა. მარკო რუბიომ აბას არაღიში მატყუარად მოიხსენია და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ირანის რეჟიმს რადიკალურ და ხანგრძლივ საფრთხედ აღიქვამს. დონალდ ტრამპმა კვლავაც გაავრცელა ურთიერთსაწინააღმდეგო გზავნილები, იმავდროულად, როცა მაქსიმალურ ზეწოლას ინარჩუნებს და მიანიშნებს, რომ მხოლოდ მაშინ განიხილავს ზავს, თუ ჰორმუზის სრუტე ღია და თავისუფალი იქნება. ფაქტობრივად, ამერიკის გზავნილი კვლავაც ისაა, რომ სერიოზულ მოლაპარაკებამდე რეჟიმის სამხედრო საფრთხე უნდა გაანადგურონ. ამ მომენტში ყველაზე ფეთქებადი ფაქტი სწორედ ესაა. რევოლუციური გვარდია კვლავ აგრძელებს თავდასხმებს, მაგრამ უკვე აღარ აჩვენებს მტკიცე ხელმძღვანელობის სურათს.
ეს ყველაფერს უფრო საშიშს ხდის, როცა ხელმძღვანელობა ქრება, როცა უფროსები იმალებიან, როცა ადგილობრივი მეთაურები არ იციან ვის დაემორჩილონ და როცა რეჟიმი უარს ამბობს ცეცხლის შეწყვეტაზე, ამ პირობებში შეცდომის, გადამეტების და ქაოსის რისკი მკვეთრად იზრდება. ამჟამად შექმნილი სურათი არის დაჭრილი, კუთხეში მიმწყვდეული და კიდევ უფრო არაპროგნოზირებადი რეჟიმი. რევოლუციური გვარდია ცდილობს ომი ცოცხალი შეინარჩუნოს, მაგრამ არსებული ცნობებით ცენტრალური ჯაჭვი გაწყვეტილია და ცეცხლის შეწყვეტაზე უარია. სანდოდ მოსაჩვენებლად კი არა, ეს სულ უფრო მეტად გავს ძალაუფლების ანარეგს, რომელიც გრძნობს, რომ საკუთარი ცენტრის კონტროლს კარგავს.